მშვიდობა თქვენ და ჩემო ძვირფასებო, აი ეს სახლი ავაშენე. ეს არის ჩინძაძის ქუჩა რა, ბახტრიონის დასაწყისი. აი ზუსტად კარფური სადაც არის რა. კარფური სადაც არის, ჩემ პადიესიდან შედიხარ სადარბაზოდან პირდაპირ კარფურში შედიხარ. ახლა დაგათვალიერებინებთ. აი ამაზეა საუბარი. ხო, ნუ აგერ ლიფტები, ორი დიდი ლიფტი. ჩემო კარგო, აი მოდიხართ. აი ძალიან დიდი კორიდორი და ის არის. ესე კიბები და ნამოსასვლელი. და აი ეს არის ჩემი სახლი. ეხლა პროექტს გაჩვენებთ. ჩემო კარგებო. ეს დიდი ის დავტოვე. კორიდორი აუცილებლად. რა შემეძრო უფრო და ამ პატარები ოთახები გამეზარდა და რაღაცა, მაგრამ დავტოვე. აი ეს არის ვანა ტუალეტი. თითქმის 7 კვადრატულამდე არის, 6 არის სუფთა რა, დიდი რა, რომ გინდა ჯაკუზი დადგი, რაც გინდა ის დადგი. ჩემო ძვირფასებო, აი კორიდორი არის ამ ხელა. ნებისმიერი აგერ კარადები ისინი, რა ვიცი, ჩაშენდება. შემდეგ შევდივართ სპალნაში. ეს არის 17 კვადრატულამდე. 16-ზე მეტია, ჩემო ძვირფასებო. ძალიან მაღალი ჭერია. სულ აგურით არის ნაშენი. ნუ ჩემთვის იმასკენი რა. აგერ 16 კვადრატულზე მეტია, 17 კვადრატულამდეა. თაის ფრანგული აივნით და აქედან კიდე გადიხარ ამ საძინებლებიდან კიდე აივანზე გადიხარ, ჩემო ძვირფასებო. შემდეგ აქეთ არის მეორე სპალნა. საძინებელი უფრო სწორად. ეს არის 17 კვადრატული, ჩემო ძვირფასებო, აქაც ნათელი ფრანგული რომ იტყვიანეს აივანი და ძალიან დიდი პარტია აქაც. მაგრამ მე მიყვარს რა ეს დიდი საძინებლები და ისინი და ამიტომ გადავწყვიტე ეს ყველაფერი რა. თეთრი კარკასია, ყველაფერი გაკეთებულია ის ძირითადი რაც არის. აქედან შემდეგ შევდივართ. უკვე აქ იქნება ჩემი აზრით ტელევიზორი, ტელევიზორი, აქაც ეს არის აივანი, ჩემო ძვირფასო, ფრანგულ ძვირფასებო და აქ იქნება სამზარეულო. ასე გადავწყვიტე, აქ იქნება ალბათ 6 კაცზე მაგიდა. ეს ხო ჩემი გადაწყვეტილება. ხო. ნუ რა თქმა უნდა, აივანზე გადიხართ. ეს პირდაპირ ეზოში იყურება, ჩემო ძვირფასებო. ხალხი უკვე ცხოვრობს აქეთ, რემონტს აკეთებს. და ეს იყურება ცინცაძის ქუჩაზე. მეათე სართულია და როგორი მოძრაობა ისა და ხმა არ შემოდის საერთოდ რო იცოდეთ რა. ავტომობილების ხმა არ შემოდის. ძალიან სიწყნარია და ძალიან წყნარი ადგილია რა. ასე. ორი შემოსასვლელია, გინდა ცინცაძის ქუჩიდან შემოხვალ, გინდა ბახტრიონიდან შემოხვალ. უпростоრად 3. გინდა პირდაპირ მაღაზია კარფურიდან მოადგები ჩემს სადარბაზოს. აი ეს მაგ გადაწყვეტილი რა. 84 და 4-ია, ჩემო ძვირფასებო რა. ხო და ან უნდა გავყიდო, ან უნდა გავცვალო ორ გარემონტებულ თუნდაც ერთ ოთახიანებში რა. ასე მაგ გადაწყვეტილი. და კიდე ბევრი რაღაცები, საინტერესო რაღაცები განიხილება რა. კოცნით გეფერებით რამოდენიმე კომპანიას უკვე ერთმა წაიღო ველოდები, ნუ არ ვიცი ახლა სხვა სამაკლიერო კომპანია ის და არ ვიცი რა. რა ვიცი, ასეა თუ ისეა დამიკავშირდით და ყველამ თავისი შემომთავაზეთ. კოცნით და გეფერებით.